უწმინდესი პატრიარქი ჯერ კიდევ მახსოვს, როცა ქაშვეშეთის სტიხაროსანი ვიყავი 15-16 წლის ასაკში გავხდი სტიხაროსანი და იქიდან მახსენდება რომ როცა გიორგოვას დღე დგებოდა და იცი წელიწადში ორჯერ არის გიორგოვა, ესე ქაშვეშთში იწყებოდა განსაკუთრებული ფუსფოსით. ესე იგი ყველა კუთხესა და დეტალს ესე იგი უვლიდნენ, ასუფთავებდნენ, ანუ უწმინდეს მოსვლისთვის ვემზადებოდით. იყო დიდი ზეიმი, როცა კი უწმინდესი მოდიოდა და ის საოცარი ის იყო, რომ მოვიდოდა უწმინდესი პატრიარქი, საოცარი ქარიზმატულობა ჰქონდა ყოველთვის მას და შემოვიდოდა საოცარი ლაზათით წირავდა, დარბაისლურად წირავდა. მე შემდგომ ბევრ სასულიერო პირში მისეული წირვა ლოცვა მინახავს, როგორც უწმინდესი ატარებდა მისი მსგავსი. იცოდა საოცარი ქადაგებები უწმინდესმა, მოეფერებოდა სამღვდელოებას, მრევლს, დააჯილდოებდა, შეაქებდა. რაღაცა მისი მოსვლა ვიმეორებ, რომ უდიდეს ზეიმად და სიხარულად ითვლებოდა და შემდგომ უკვე უწმინდეს პატრიარქს შევხვდი უკვე სასულიერო სემინარიაში. ესე იგი ყოველ თვის ჩვენ ვიწყებდით 14 სექტემბერს, ანუ 1 სექტემბერი იყო ძველი სტილი და ახალი 14-ში და აი უწმინდეს არასოდეს არ გააცდენდა. ყოველთვის მოვიდოდა, ყოველთვის იცოდა რომ პარაკლის გადაიხდი და დაგლოცავდა, გვიქადაგებდა და შემდგომ უკვე აუდიტორიებში გავნაწილდებოდით ხოლმე კურსების მიხედვით და შემოდიოდა და ყველა აუდიტორიაში ესე იგი დაგმოძღვრავდა რაღაცა ნუგეშგვეტყო და მახსოვს აი პირველად იესოს ლოცვაზე მისგან მოვისმინე რომ ესე იგი იესოს ლოცვითო უამრავმა ადამიანმა იცხონა სული და გადარჩაო და იესოს ლოცვა შეიყვარე და შეისწავლეთო და ადმინისტრაციას მოუბრუნდა და თარგმნეთ წიგნები და ასწავლეთ ბავშვებს იესოს ლოცვა. და ყოველ წელს იყო ეს, აი ყოველ წელს უწმინდესი მოდიოდა და ყოველ წელს აგზლად გვიტოვებდა საოცარ სიტყვებს. იცით რომ უწმინდესი პატრიარქი იმ დროს ავიდა საპატრიარქო ტახტზე, ანდრია მოციქულის ტახტზე, როცა ესე იგი ათეიზმი მძინვარებდა და ათეიზმის სუსხი იყო და ჩვენი ერთ თავის თავს არ ეკუთვნოდა. დღეს ვკითხულობდი რომ 92 წელსაც კი უწმინდესი პატრიარქი წერს თხოვნით მთავრობას რომ მოგვეცდნება რომ კედლის კალენდარი გამოუშვათ. ისეთი დრო იყო, აი არაფერი არ იყო და აი იმ დროს პატრიარქი იყო წიგნივით. მის ცხოვრების წესზე ვიზდებოდით, მის მსახურებაში ვიზდებოდით, მის ქადაგებების დროს ვიზდებოდით. ის იყო ჩვენი წასაკითხი წიგნი და ყველაფერი უწმინდესი იყო. რაღაც ადამიანს რო გაიხსენება, ან წიგნთან გახსენდება, ან ინსტრუმენტთან, ან სუფრასთან, უწმინდესი მახსენდება წირვალოცვში. სხვაგან უწმინდესი არ მახსოვს, შეიძლება ვინმე უფრო სახლოს იყო და ყოფი ცხოვრებაში უნახავს უწმინდესი, მაგრამ მე მინახავს ყოველთვის როცა უწმინდესი წირავდა, ლოცულობდა, ქადაგებდა, გვასწავლიდა, აი სულიერად ხო მოძღვრავდა და ასევე მიწიერი საქმეებშიც კი უწმინდესი გვეხმარებოდა და გამგვართავდა ხოლმე და როცა ის მოვიდა, ათეიზმი იყო და საოცარი სიბნელე იყო და აბა დაკეტილი იყო სალოცავები, აი ზოგ ეპარქიაში არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო, არც დადუმებული იყო სამრეკლოები, დაკეტილი ტაძრები, ამბიონები ზე აღარ ისმოდა ქადაგება და აი უწმინდესმა პატრიარქმა ეს საოცრება გააკეთა და აი როგორ ამბობენ იცი, ბევრი რამეო ბრწყინავს ამ ქვეყანაშიო, მაგრამ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ბნელს მაინც სანთელი სჭირდება, ბნელს სანთელი ანათებს და სანთელი კი არა, უწმინდესი აი მზესავით ექცა ამ ქვეყანას და გაგვინათა ქრისტესკენ სავალი გზები. ჩვენ ერში რწმენა არასოდეს არ აჭირდა, მაგრამ ყოველთვის გვიჭირდა ეკლესიურობა. აი იმ ბოლო დროს მაინც და უწმინდესმა თავისი მოღვაწეობით აი ეკლესიაში მოიყვანა ხალხი, ახალი მოქცევა მოახდინა, ითმენდა და ლოცულობდა. აი ამით არის დიდი, ამით არის მისი სიდიადე, რომ მაცხოვარს ემსგავსებოდა, მაცხოვარს ბაძავდა. აი როგორც უფლის მეგობარი ლაზარე უფალთან მეგობრობდა. ვიმეორო რომ ის სულ მახსოვს წირვასა და ლოცვის დროს და აი მისი ბაგეებიდან აი საოცარად მოდიოდა საღვთო მოძღვრება, მადლმოსილი სიტყვა, სიმართლე, ჭეშმარიტება.
ნუგეშიანი სიტყვა მაცხოვრის სიტყვებით გადაგებდა და მამათა სწავლებით გადაგებდა და აი ჩვენ ვიხილეთ აი მისი მოღვაწეობის ნაყოფი და რა იყო ეს არის ეკლესიის ოქროს ხანა. ყველაზე დიდი ჯილდო მიიღო და მე ვფიქრობ რომ ეს ჯილდო არის ხალხის სიყვარული. კათალიკოსი კირიონი იყო ასეთი მრავალმხრივ განათლებული, ექვთი მეხთვის კაცი იყო. აი უფრო ადრეულში თუ გადავიხოთ ანთიმოზივერი მრავალმხრივ და უწმინდესად მრავალმხრივ განათლებული და ნიჭიერი ადამიანი ბრძანდება. საოცარი ძლიერი ადამიანი, აი რაც არ უნდა ეს ყოფილიყო განსაცდელი, არასოდეს ხელს არ ჩაიქნევდა. აი აღმოსავლური სიბრძნე რომ რაც არ უნდა ჭდილი ჩამოწეს, მთა მაინც არ მოიდრეკს ქეცო. აი საოცარ ძალას ავლენდა და გამძლეობას ავლენდა. ერთხელ ამერიკაში ვიყავით, ჩასული რაღაცა ვიზიტი იყო და მოვხვდით ერთ-ერთ ეკლესიაში, იმიტომ რომ ქართული მაშინ არ იყო, ეხლა კი ღვთისმადლით არის იქ ეკლესია და რო შევედით და რო გაიგეს ქართველები იყვნენ, ნუ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით მიგვიღეს და ესე იგი ყოველ სიტყვის მერე უწმინდეს პატრიარქს ახსენებდნენ უდიდეს სიყვარულით და ამბიონზე გამოვიდა და კვირის ახარებას თავი დაანება და თავის მრევლს უყოვოდა პატრიარქის შესახებ და ეს მრევლი დრო და დრო სიყვარულით გადმოგვხედავდა ხოლმე, როცა პატრიარქის ასე იგი ღვაწლზე ყვებოდა ეს ადამიანი, ისეთი ამაყი ვიყავი, რომ პატრიარქის შვილი ვიყავი, საქართველოს ეკლესიის კუთვნილება ვიყავი და ასეთი დიდი პატრიარქი რო ყავდა, აი სადაც არ უნდა წავსულა ვიყავი, ყოველთვის მისი ავტორიტეტი ინათებდა გზას. აი სერბეთში ვიყავით ერთ-ერთ ეპისკოპოსს შევხვდი და მოვიდა დრო რომ უკვე სხვა საკითხებთან ერთად თვითონ უწმინდესეს დავილაპარაკეთ. აი მახსოვს ეს ხცოვანი ეპისკოპოსი გაირინდა, ამ სავარძლიდან წინ წამოიწია, პირჯვარი გადაიწერდა, თქვა ძალიან წმინდა კაცია თქვენი პატრიარქიო და აი უწმინდესის ლოცვა გვინახავს ისე უწმინდესის ლოცვით ისე იმართება ჩვენი ეკლესია და ესეც უკვე რამხელა რამ არის რომ ამ ხცოვან ადამიანში რამდენი სიბრძნე, რამდენი გამოცდილება, რამდენი მადლია თავმოყრილი და რა ღრმა ლოცვები აქვს უწმინდეს პატრიარქს და მთავარი ეს არის ლოცვა უფალთან საუბარი. ეკლესია უფლის ხელშია და უფლის მადლის მომტანი სხვა წმინდანებთან ერთად რომელიც ლოცულობენ საქართველოს, მათ შორის უწმინდესი პატრიარქის ლოცვაც არის შერწყმული და მე უსურვებდი დიდხანს, ძალიან დიდხანს სიცოცხლეს პატრიარქს და საქართველოს გაერთიანებას უსურვებდი. ინებას უფალმა რომ აფხაზეთში ისევ ჩავიდეს, ცხუმაფხაზეთელი მიტროპოლიტი იყო და ვისურვებდი რომ ძალიან დიდხანს გვიმყოფოს უწმინდესი პატრიარქი და არ მოგვაკლოს ღმერთმა მისი ლოცვა. წმინდათა ლოცვებს შეუერთდეს მისი ლოცვა, რომ საქართველოს ეკლესია და საქართველო იყოს კურთხეული და გაძლიერებული. მას ღმერთმა მისცა ერის ჯვარი, ადამიანი საკუთარ ჯვარს ვერ ატვირთულობს და უწმინდეს პატრიარქს აქვს ერის ჯვარი. 48 წელიწადია აი ამ ესე იგი ჯვარს ატარებს ღირსეულად და უფალმა ინებას რომ იხილოს აღდგომაცა და ამაღლება მისი ვიხილოთ ინებას უფალმა. ამინ. მიულოცავ ჩვენს უძვირფასეს პიროვნებას, უძვირფასეს პატრიარქს, ამ დიდი სიყვარულით. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ესეთი უძვირფასესი ადამიანი სოფლიოს არ ყავს, რაც ჩვენ გხოს ახლა ჩვენი პატრიარქი და ამ დიდი სიყვარულით, ამ დიდი გზნობით, ამ მისი ღვაწლით საქართველოს დღემდე არის გადარჩენილი. ულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდეს და უნიტარეს, დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ისევ და ისევ საჩვენოდ, ჩვენთვის მლოცველად, ჩვენ კიდე მისი სიტყვებისა შეგესმინოს. უსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენთან ერთად იყოს დიდხანს და კარგად. ულოცავ დაბადების დღეს, ახალ წელს, უსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წელთა სიმრავლეს. უწმინდესო, გილოცავთ
დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სიმშვიდე.